საღამო მშვიდობისა პირდაპირ ეთერშია საინფორმაციო ანალიტიკური გამოშვება სტუდია 4-ის სტუდიაში ჟურნალისტი სოფო ცერცვაძე მუშაობს. დღეიდან ყოველ ხუთშაბათს 21 საათსა და 30 წუთზე ქვემოქართლის ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ჩვენ წარმოგიდგენთ კვირის მთავარ თემას. სტუდია 4-ის პირველი გადაცემის პირველი სტუმარი ქვემოქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილია. ერთი თვე სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე რეგიონის პირველი პირის უპირველესი ამოცანა და პრობლემები, რომელიც გუბერნატორს ქვემო ქართლში დახვდა. მისი შეფასებები და სამომავლო გეგმები, რა პრობლემებს ელოდა პაატა ხიზანაშვილი რეგიონში და როგორია რეალობა. რუსთავში და რეგიონის 6 მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. როგორ ხედავს ახლად დანიშნული გუბერნატორი რეგიონის განვითარების გეგმას. რა გზა გაიარა პაატა ხიზანაშვილმა გუბერნატორობამდე. 5 თებერვალს 21 საათსა და 30 წუთზე სტუდია 4 შეკითხვებს სახელმწიფო რწმუნებული პაატა ხიზანაშვილი უპასუხებს. პირველი შეფასება და სამომავლო გეგმები ქვემოქართლის ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში. რეგიონის პირველი პირი თქვენ შეკითხვებს პასუხობს. რა აქვს სათქმელი პაატა ხიზანაშვილს თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთი თვის შემდეგ და რა პრობლემების მოგვარებას თხოვს მას ადგილობრივი მოსახლეობა და როგორია მისი პოზიცია. რა მიაჩნია უმთავრეს გადასაჭრელ პრობლემად რეგიონის ხელმძღვანელს და დადებითად აფასებს თუ არა რეგიონში მიმდინარე პროცესებს. განხორციელდა თუ არა სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები. პაატა ხიზანაშვილი დაბადების თარიღი 1956 წლის 15 ოქტომბერი. დაბადების ადგილი დმანისის რაიონის სოფელი დიდი გომარეთი. განათლება 1973-1979 წლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი. 1975-1979 წლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მხარეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1975-1979 წლები თბილისის პატენტმცოდნეობის ინსტიტუტი. 1973 წლები დმანისის რაიონის სოფელი დიდი გომარეთის საშუალო სკოლა. ტრენინგები და კურსები 2006-2014 წლების საბანკო სისტემის აქტივობებისა და პროექტების მართვის 5 ტრენინგ სემინარი. სამუშაო გამოცდილება 2014 წლის 18 დეკემბრიდან ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავში სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი. 2007-2014 წლები ბანკი ქართულ საკრედიტო დეპარტამენტი აქტივების მართვის განყოფილების უფროსი. 2006-2007 წლები ბანკი ქართუს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2006-2007 წლები ქართულ ჯგუფის ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 2004-2005 წლები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციის უფროსი. 2004 წელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია განყოფილების უფროსი. 2003-2004 წლები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განყოფილების უფროსი. 2001-2003 წლები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის სამმართველოს უფროსი. 1999-2001 წლები საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღმზრდელობითი მუშაობისა და ფსიქოლოგიური მომზადების მთავარი სამმართველოს უფროსი. 1999-2001 წლები საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღმზრდელობითი მუშაობისა და ფსიქოლოგიური მომზადების მთავარი სამმართველოს უფროსი. 1996-1999 წლები საქართველოს უშიშროების სამინისტროს აკადემია ოპერატიული ფსიქოლოგიის კათედრის გამგე. 1993-1991 წლები საქართველოს უშიშროების კომიტეტი ტერორიზმთან ბრძოლისა და მძევლების გათავისუფლების სპეცდანიშნულების რაზმ ნაბათის მეთაურის მოადგილე. 1980-1990 წლები საქართველოს უშიშროების კომიტეტის ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომელი. 1979-1980 წლები თბილისის საავიაციო გაერთიანება ინჟინერ-ეკონომისტი. ასევე 2010 წლიდან დღემდე საქართველოს ფუდოკან, შოტოკან, კარატე-დოს ფედერაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი. 1999-2004 წელი შეიარაღებული ძალების ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს წევრი. 1988-1990 წლები საკავშირო სპორტ საზოგადოება დინამოს საუკეთესო მებრძოლი და ინსტრუქტორი ხელჩართულ ბრძოლასა და უიარაღოთ თავდაცვაში. 1985-1990 წლების საკავშირო სპორტ
სპორტ საზოგადოება დინამოს პრიზიორი ხელჩართულ ბრძოლაში 1985-90 წლები საქართველოს სპორტ საზოგადოება დინამოს სამგზის ჩემპიონი გირების აწევაში 1985-2005 წელი შოტოკან კარატე დოს მესამე დანის შავი ქამარი 1985-2005 წელი შიტორიუ კარატე დო მეოთხე დანის შავი ქამარი 1983-1991 წლები საქართველოს 4-გზის ჩემპიონი ხელჩართულ ბრძოლაში 1978-2004 წელი გამოყენებითი კარატესა და ხელჩართული ბრძოლის ინსტრუქტორი სპორტის ოსტატობის კანდიდატი 1974-1979 წლები თბილისის ჩემპიონი და პრიზიორი ძალოსნობაში 1972-1978 წლები სპორტის ოსტატობის კანდიდატი ძალოსნობაში ინსტრუქტორი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დმანისის რაიონში ენები ქართული, რუსული, ფრანგული ოჯახური მდგომარეობა ყავს მეუღლე და 3 შვილი დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგეთ ჩვენ სტუმარს ქვემო ქართლის გუბერნატორს ბატონ პაატა ხიზანაშვილს. ბატონ პაატა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. და სანამ საუბარს დავიწყებდეთ, ჩვენი რეგიონის მოსახლეობას მინდა შევახსენოთ სტუდიის ტელეფონის ნომერი 0341 25 თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და დაუსვათ შეკითხვა მხარის პირველ პირს. ბატონ პაატა, მინდა გთხოვოთ, რომ საკუთარი თავი გავაცნოთ ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობას, ანუ რა გზა გაიარა პაატა ხიზანაშვილმა გუბერნატორობამდე? საღამომშვიდობისა მეგობრებო, საღამომშვიდობისა სოფო. კეთილი იყოს პირველად მოვედი თქვენ სტუდიაში, კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენ სტუდიაში და ვფიქრობ, რომ მაყურებელი ჩემ ბიოგრაფიას იცნობს უკვე კარგი ხანია. ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე ამ ხრის შვილმა ამ ხარეს დავიბადე. ჩემი ფესვები არის დმანისის რაიონში, სოფელ გომარეთიდან ვარ მოგეხსენებათ. პედაგოგების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე და სკოლაც იქვე დავამთავრე. ფრიადებზე დავამთავრე სკოლა და იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტიც გავხდი. და მოგეხსენებათ, რომ აი სწორედ მაშინ რატომღაც მიუხედავად იმისა, რომ მიდრეკილება მქონდა უფრო ჰუმანიტარული საგნებისკენ და კარგად ვსწავლობდი ისტორიას და ფილოსოფიასაც ბავშვობაშივე, მაინც საინჟინრო ეკონომიკის ფაკულტეტზე გადავწყვიტე ჩაბარება და პირველივე წელს მანქანათმშენებლობის მრეწველობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სპეციალობით დავამთავრე უნივერსიტეტი. ვსწავლობდი ასევე პარალელურად მოგეხსენებათ, რომ უნივერსიტეტში იყო მეორადი ფაკულტეტი და ვსწავლობდი ასევე მხარეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. ერთმანეთს შეიძლება ისე ჩანდეს, რომ თითქოს როგორ შეიძლებოდა, რომ ჰუმანიტარული და ტექნიკური საგნები შემეხამებინა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისევე წარმატებით ვსწავლობდით მე და ჩემი მეგობრები ტექნიკურ საგნებს, ფიზიკას, ქიმიას, უმაღლეს ქიმიას და ასევე მასალათა გამძლეობას, ისევე როგორც ვსწავლობდი ჰუმანიტარულ საგნებს. იცით, ფაქტობრივად ვსწავლობდი საღამოზეც და დღესეც. ესე იგი, მთლიანად უნივერსიტეტში ვიყავი 24 საათი. და პარალელურად მოგეხსენებათ, რომ სპორტსაც მივყვებოდი და ჩემი მეგობრებმა იციან, რომ საკმაოდ წარმატებული სპორტსმენიც ვიყავი. ესეთი საინტერესო ცხოვრებით ვიცხოვრე, რა თქმა უნდა. და უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე საავიაციო გაერთიანებაში აღმოჩნდი. და ჩემი მშობლები ყოველთვის ფიქრობდნენ და ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩემი მთელი ცხოვრება უნდა მიმეწონოს სამშობლო სამსახურისთვის. შეიძლება ეს ძალიან პათეტიკურად მოგიჩვენოთ, მაგრამ უცბლად გეუბნებით, რომ მთელი ოჯახი ჩვენი სანათესაო რაღაც ქვეყნის სამსახურისთვის იყვნენ ჩემი წინაპრებიც. მუდმივად სამშობლოს ემსახურებოდნენ და იმიტომაც ასეთი სახელით სარგებლობდნენ და მეც ფაქტობრივად მომიწია იმ ტრადიციების, იმ ცუდ დროშიც კი იმ ტრადიციების გაგრძელება, რომელი ტრადიციებითაც ცხოვრობდნენ ჩემი წინაპრები. ამის შემდეგ იყო მოგესალმებათ საავიაციო გაერთიანება. საავიაციო გაერთიანებიდან ასე ვთქვათ, მოხვდი დალომან სტრუქტურებში და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს, ვემსახურებოდი გულწრფელად, ფაქტობრივად ვიყავი ძალადობისა და ანტიტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის თანამშრომელი და იქაც ვიყენებდი, ასე ვთქვათ, იმ ჩემ გამოცდილებას ქვეყნის ჰუმანურობისა და სიკეთის სამსახურში. და ასე აღმოჩნდი მე აკადემიაში, კითხულობდი ლექციებს
ფსიქოლოგიაში ვიყავი რიგითი მასწავლებელი. შემდეგ კათედრის გამგეც კი გავხდი და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, ჩემი მოსწავლეები, ჩემი მეგობრები არიან, ახლა ახალგაზრდა მეგობრები. საინტერესო ვიზია საუბარი, თუ შეგიძლიათ რომ დაასახელოთ. ძალიან ბევრი, აი გუბერნატორებიდან 3 გუბერნატორი აღმოჩნდა, რომ ჩემი მოსწავლეები იყვნენ. ასევე იმ გამგებლები, რომელიც არიან ახლა ქვემო ქართლის გამგებლები, იქიდან 2 გამგებელი ჩემი მოსწავლე იყო. და ძალიან საინტერესო. ასე რომ ჩემი ჩამოსვლა რეგიონში ფაქტობრივად იყო ძალიან ადვილი 2 რამის გამო. ერთი რომ ძალიან კარგად ვიცოდი ჩემი მხარე, მე არ მჭირდება რომ რუკაზე მოვნახო სოფლები, რომელიც არიან ქვემო ქართლში. ძალიან კარგად ვიცოდი, ფეხით ამაქვს შემოვლილი მთელი ქვემო ქართლი და ძალიან ბევრი განსაკუთრებით მამაჩემთან ერთად, რომელიც ისტორიკოსი იყო და რომელიც ძალიან კარგად ზედმიწევნით კარგად იცნობდა ქვემო ქართლს, მის ისტორიას და სამწუხაროდ ვერ მოესწრო დმანისის ცნობილ აღმოჩენებს და სულ კი ამბობდა და ეხლა თელმა ჩვენმა ახლობლებმა და ჩემი ხრის ხალხმა ყველა მიცის რომ ყოველთვის ამბობდა რომ რაღაც აი ამ ვერსიაზე რომ ქვემო ქართლიდან და დმანისიდან იწყება ისტორია ევროპისა ამას მაშინაც შეიძლება ესეთი ძალიან თამამი იდეა იყო მაშინ მაგრამ ამ იდეას ხშირად გამოთქვამდა ხოლმე რომელშიც რა თქმა უნდა მე ძალიან ვეთანხმებოდი და არც მეგონა რომ თუ კი შეიძლებოდა რომ მართლა ესეთი ეს ძალიან თამამი იდეა მართლა განხორციელებულიყო და 2 წლის შემდეგ მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ მართლა ამ აღმოჩენებმა გააკვირვა მსოფლიო. ასე რომ სიმართლე გითხრათ ის ჩემ მხარე განსაკუთრებით კარგად გავიცანი იმის შემდეგ რომ როცა აი ბოლო ხანებში როცა ძალიან ქართულ ბანკში მოღვაწეობდით მოგეხსენებათ აკადემიის შემდეგ ძალიან ბევრი ისეთი გზა გამოვიარე ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდი მაგრამ განსაკუთრებით ბოლოს მომიწია ქართულ ბანკში მუშაობამ უკვე ჩემ ძველ სპეციალობას დაუბრუნდი აქტივების მართვის სამსახურს მუშაობდი დიდხანს მუშაობდი საკრედიტო დეპარტამენტში და ახლებურად შევხედე ფინანსებს, პროექტების მართვას და ძალიან სერიოზული ტრენინგებიც კი გავიარე ამ მიმართულებით, ასე რომ ჩემთვის ის პროექტები, რომელიც ახლა ხორციელდება რეგიონში, ჩემთვის ეს ძალიან ახლობელია და თანამედროვე მიდგომით შემიძლია, ანუ შევხედო ამ იმ პროექტების მართვას, რომელიც აქ ხორციელდება და არა ისეთ რუტინულად და ძველებურად, ძველმოდურად, ასე ვთქვათ. კარგად ვერკვევი თვითონ ტექნიკაშიც და თანამედროვე ტექნოლოგიებშიც და ამაში დიდი როლი შეასრულა სწორედ ქართულ ბანკმა და იმ კოლექტივმა, იმ ადამიანებმა, რომლებიც ქართულ ბანკში მუშაობენ და პროფესიონალები არიან, რომელთა გვერდითაც ძალიან მეამაყებოდა იმ ფინანსისტებთან, იმ სპეციალისტებთან, რომლებიც იქ იყვნენ ხელმძღვანელ პირებთან, რომლებიც იქ მუშაობდნენ ბანკის ხელმძღვანელობასთან ერთად. ფაქტობრივად ჩვენ მუშაობდით ჩვენი ქვეყნის ფინანსური განვითარების ძალიან ბევრ თემაზე. მოგეხსენებათ, რომ ქართულ ბანკი თვითონ არის ინსტიტუტი, რომელიც ძალიან სერიოზულ პროექტებს აფინანსებდა და აფინანსებს კიდეც. და აი ქართულ ბანკში მუშაობის შემდეგ მე არც კი ფიქრობდი, რომ პოლიტიკაში დაბრუნებულიყავი, რომ არა 2011 წელი, რო არა 2012 წელი და აი მაჟორიტარული არჩევნების დროს კი აღმოჩნდი მოგეხსენებათ ჩემი სოფლის, ჩემი რაიონის თვის გადარჩენის წინა პლანზე. სხვანაირად არ შემეძლო, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების, ჩემი სულის ძახილიც იყო, რომ დავხმარებოდი ჩემ ხარეს და რაც შეიძლება მეტად დავხმარებოდი და ვფიქრობდი, რომ როგორც ფიზიკური ძალები, ჩემი ასევე სულიერი სიმხნევე და განათლება და გამოცდილებაც მაძლევდა იმის საშუალებას, რომ აქტიურად ჩავმდგარიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში. ვფიქრობ, რომ ეს ჩემი თავი გადაწყვეტილება იყო, თუმცა არასდროს არ მინდოდა საჯაროობა ძალიან ისეთი გამოსვლა წინა პლანზე, მაგრამ აი მაჟორიტარობის დროს ფეხით შემოვიარე ყველა კუთხე კუნჭული, ყველა ადამიანს შევხვდი. რაც საშუალება მომეცა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ იმ პერიოდში ძალიან გართულებული იყო კონტაქტი ადამიანებთან. ეს დაშინება, ადამიანების დამალვა, რომ მქონებოდა საშუალება მივსულიყავი ყველასთან, იმ ჩემ ამომრჩევლებთან, რომლებიც იყვნენ ფაქტობრივად ჩემი ნათესავები, ჩემი მეგობრები, ისინი შეშინებულები ხდებოდნენ მაშინ. და ეხლა, როცა ჩავდივარ მათთან და მათ რო ხვდები, რაღაც დარწმუნებულები არიან იმის გამო, რომ მაშინ ვერ გამოიჩინეს ის სითამამე, ის ვაჟკაცობა, რომელიც ვაჟკაცობაც საჭიროა, რომ ასე დროს გამოიჩინო, როცა
შენი ქვეყნის ბედიდევს პინაზე, როცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ ამამი და აი ამ ადამიანებთან მუშაობისას, ამ ადამიანებთან ურთიერთობისას მე უკვე სხვანაირად შევხედე იმ პრობლემებს, რომელი პრობლემებიც გადასაჭრელი იყო და ამიტომ როგორც კი დადგა სოფო, როგორც კი დადგა სიტუაცია, რომ შემეძლო არა მარტო ჩემ რაიონს, ჩემ დმანის, ჩემ სოფელ გომარეთს, არამედ ქვემო ქართლს მთლიანად, სადაც ჩემი ნათესავებით არის დასახლებული ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ბოლნისში თუ თეთრწყაროში, ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ გარდაბანში თუ რუსთავში, ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ მარნეულში, ესენი არიან ის ადამიანები, ვისთანაც აი ამ დროს, აი ამ ბოლო არჩევნების დროს ხშირად ხვდებოდი და კული და სულით ვეხმარებოდი, გვერდზე ვედექი, ყველა გაჭირვებაში. ისინი ასევე ცდილობდნენ, რომ ყველანაირად დამხმარებოდნენ იმისათვის, რომ მოვსულიყავით დღევანდელ დღემდე. და ეხლა აი ბედმაც, ასე ვთქვათ, მომიყვანა იქამდე, რომ ძალიან აქტიურად მომეცა შანსი, რომ ჩემ ქვეყანას უფრო გულით ვემსახურო, ჩემ ქვეყანას უფრო აი მსახურად დაუდგე ჩემ ხალხს. ბატონ პატა, დიდი ბოდიშით მაყურებელი გველოდება პირდაპირ ეთერში. დიახ, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. გისმენთ, დიახ. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა ბატონო პატა. თქვენ შესახებ ძალიან ბევრი კარგი რამ გაგვიგია. როგორც ადამიანის, როგორც პროფესიონალისა და აქედან გამომდინარე გისურვებთ წარმატებას ახალ პოსტზე. დიდი მადლობა. მე თვითონ კულტურის სფეროს წარმომადგენელი ვარ და რა თქმა უნდა ჩემი მხარე მაინტერესებს. თქვენთვის კარგად ცნობილია რომ თუ ადამიანი კულტურული არ არის, თუ განათლება არ უწყობს ხელს, ის ვერც ეკონომიკას შექმნის და ვერც თავის თავს მოუვლის. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა კითხვაც ადეკვატურია. რას ვფიქრობთ საერთოდ რეგიონის კულტურულ სფეროზე განვითარებაზე და არის თუ არა რაიმე პროექტები მომავალში დაგეგმილი? დიდი მადლობა. დიდი მადლობა კითხვისთვის. დიდი მადლობა. აბსოლუტურად სწორია ჩვენი რესპონდენტი. აბსოლუტურად სწორად დასვა, ასე ვთქვათ, აქცენტები, რამე თუ ჩემი ჩამოსვლის მთავარი მიზეზიც და მიზანიც და მთავარი ამოცანა ასე ვიტყოდი, სწორედ ადამიანის სულიერების, ადამიანის ჩემი თანამემამულეების სულიერი სრულყოფის და აი ამაში დახმარებაა და მოგეხსენებათ რომ კულტურა სწორედ ის სფეროა, კულტურა ხელოვნება, რომელიც ადამიანის სულს უფრო მეტად ხვეწავს და ის რაც არა მარტო დაუშვათ დღეს ჩვენ მხარეს აკლია, არამედ მთლიანად თელ სამყაროს დღეს კულტურისკენ და საზოგადოების სულიერი საზრდოსთვის ბრძოლა გამოცხადებული. ვფიქრობ რომ არასათანადო ყურადღება ექცევა საერთოდ ამ სფეროს მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი რამ კეთდება. ისეთ აი მე რამდენჯერმე გახდით ასეთ ღონისძიებებზე, როცა უბრალოდ ისეთ ადგილებში, თითქოს მიყრუებულ სოფელში, ისეთ კლუბში, აი ფარღალალა კლუბში, ისეთი უნიჭერესი ადამიანები აჩვენებენ თავიანთ ხელოვნებას. ისეთ კარგ გამოფენებზე ვიყავი დღესაც, სადაც პატარა აზერბაიჯანელი ბავშვები, ჩვენ თანამემამულეები შესანიშნავ ნაწარმოებებს ქმნიან. რომელთაგანაც თითოეული ამ ნაწარმოების შეიძლება გამოდგეს, ეს სტილო შეიძლება გამოდგეს სულიერი სრულყოფისთვის და ეს ვფიქრობ რომ არის სწორედ ჩვენი საზოგადოების მომავალია ეს მიმართულება. ასე რომ ვფიქრობ რომ ყველა კულტურის ყველა სფერო, ყველა მიმართულება არის მისახედი და აქცენტსაც ზუსტად ავიღებდი იმაზე, რომ ყველა რასაც ჩვენ განვახორციელებთ ღონისძიებებს პრიორიტეტი უნდა იყოს სულიერებაზე, სულიერების სრულყოფაზე, ჩვენი სულიერების დახვეწაზე, იმაზე რომ როგორც კი ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ სწორედ იმ ბლოკს ადამიანის ფსიქიკისას, რომელიც ჩვენ ადამიანის სოფხედველობას, ადამიანის წმენას, ადამიანის აი პიროვნულ მიმართულობას დახვეწავს. ეს გადაიქცევა სწორედ ჩვენი საზოგადოების წინსulis, ჩვენი საზოგადოების სხვა სფეროების დახვეწის თავარ წამყვან მიმართულობად. წამყვანი მიმართულება იქნება სწორედ ეს და ვფიქრობ რომ სწორედ აი ჩამოსulis ჩემი მუშაობის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება სწორედ კულტურისა და სულიერების დახვეწა იქნება. ბატონ პატა, მაყურებელი გველოდება
გაითიშა. კარგით, ბატონ პატა, გადაცემის მომზადებისას გავაცანოთ თქვენ საგაზეთო ინტერვიუებს, სადაც აღნიშნეთ, რომ როცა მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში, არაერთხელ მიიღეთ შეთავაზება, თქვენ სხვა თანამდებობაზე. თუმცა ამ დრომდე არ დათანხმდით. რა იყო მთავარი ფაქტორი, რატომაც მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რამ განაპირობა თქვენი წარდგენა გუბერნატორად უკვე? მართალია, ქართულ ბანკში ძალიან ბევრი პროექტი მქონდა დასამთავრებელი ჯერ კიდევ. ეხლა ზოგიერთი რაღაცა ესე ვთქვათ, დამრჩა კიდეც, რომელიც მინდა რომ ბოლომდე მივიყვანო და რაღაც მომენტში შეიძლება შაბათ-კვირას რაღაც გამონახო ხოლმე თითო საათი, რომ დაუთმო ისევ ჩემ ძველი პროექტების ბოლომდე მიყვანას და როგორც გითხარით, შემოთავაზება მართლა მქონდა. ეს შემოთავაზება იყო ისეთ სფეროში, რომელშიც ვფიქრობდი, რომ ნაკლებად გამოვადგებოდი საზოგადოებას. უფრო ჩემთვის ახლა ეს დაინტერესება იყო, რომ ჩემ ხარესში მემუშავა და ამით გამიადვილებინა დღეს ჩვენი ხელისუფლების ხელმძღვანელობისთვის გამიადვილებინა ეს მხარე, რამე თუ ძალიან გართულებული, თითქოს ერთ შეხედვით ძალიან ადვილი, მაგრამ ამასთანავე საკმაოდ რთული რეგიონია თავისი სპეციფიკით. მოგეხსენებათ, რომ როგორი მრავალეროვნული რეგიონია, მაგრამ აი ამ სფეროში ძალიან კარგად ვგრძნობდი და კარგად ვიცოდი ის ამოცანები, რომელი ამოცანებიც დგას დღესდღეობით ამ მხარის ხელმძღვანელობისა და თვითონ ადამიანების წინაშე. ის პრობლემები, ის გამოწვევები. ამიტომ სოფო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ეს ამოცანები უბრალოდ კი არ ვიცოდი, არამედ ეს ამოცანები იყო თვითონ ამ ამოცანებში ვცხოვრობდი. და რაღაც თითქოს რა ვიცი, უფლისნებაა ის, რომ მომეცა საშუალება, რომ ერთმანეთთან ასე შემეუღლებინა და დამეკავშირებინა ამ ამოცანების კარგი ცოდნა და პლუს ამას დაუმატებდი კიდევ იმ დიდ мотивაციას, რომელიც ჩემ ხარის სამსახურში გამოიხატება, გულწრფელ სამსახურში. ბატონ პატა, ძირითადად მოსახლეობას რა პრობლემები აწუხებს რეგიონში? იცით, ძალიან რთულია ეხლა რომ ზუსტად ამ კითხვას პირდაპირ უპასუხოთ, რამე თუ მოგეხსენებათ, ჩემი ჩამოსვლის პირველივე დღიდან ამოცანა იყო, რომ ადამიანებს შევხედროდი, რამე თუ უშუალოდ კიდევ ერთხელ მომესმინა ის პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ. და ძალიან ბევრ ადამიანს, ათასობით ადამიანს შევხვდი ამ ერთი თვლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ უბრალოდ ჩვეულებრივ ჩემ თანამოქალაქეებსა და ჩემ ნათესავებსა და ჩემ მეგობრებს კი არ შევხვდი მხოლოდ, არამედ ადამიანთა დიდ ჯგუფებსაც. სხვადასხვა კატეგორიის, სხვადასხვა დაწესებულების და მათ შორის შევხვდი არასამთავრობო ორგანიზაციებს, მასმედიას ადგილობრივს და ასევე ბევრ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, სკოლებს, სხვა დაწესებულებებს, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს და აი ამ პერიოდში იცით, ადამიანები წუხან არა იმაზე, რომ დაუშვათ რაღაცა მატერიალური სიდუხჭირია, ან დაუსაქმებელნი არიან. ადამიანები ითხოვენ სულიერ მხარდაჭერას. ადამიანები ითხოვენ იმას, რომ ისინი უყვარდეთ, ისინი დააფასონ, ისინი გაუგონ, ისინი ითხოვენ შენგან ნდობას. ისინი ჩაკურებენ თვალებში ისეთი თვალებით, რომ ითხოვენ შენგან, რომ შენ მათ თანაუგრძნო და გვერდით დაუდგე. და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ანუ აქ ყველაზე უფრო მეტი, ყველაზე სერიოზული პრობლემა სწორედ ის არის, რომ ადამიანთან ახლოს უნდა მივიდეთ. ადამიანს უნდა გაუგოთ და მივცეთ იმედი ხვალინდელი დღის. კარგით. მაყურებელი გველოდება, ბატონ პატა, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ბატონო. გისმენთ, დასვით შეკითხვა. გამარჯობათ. საღამოშიდობისა. მე ქალაქ რუსთავში 58 წელია ვცხოვრობდა. ქალაქი რუსთავი ცხოვრობდა დიდი სიცოცხლე და დიდი ცხოვრებით. მართალი ხართ, მართალი. დღეს ქალაქი ნახევრად ჩამგდარია, არ მუშაობს წარმოებები, ხალხი არის უმუშევარი. აი მე გთხოვთ, როგორც გუბერნატორს, რას ფიქრობ და რა პერსპექტივაა ქალაქ რუსთავს? დიდი მადლობა კითხვისთვის. რას უპასუხებთ, ბატონ პატა? დიდი მადლობა ამ ჩემ მეგობარმა, რომელმაც დარეკა, ჩემ თანატოლმა დამირეკა და ახსოვს ის მართლა რუსთავი, რომ რუსთავი ეს იყო მართლა ინდუსტრიის ქალაქი, ეს იყო სავსე ქალაქი და მოგეხსენებათ, რომ
ის წარმოებები, რომელიც ახლა რუსთავში ფუნქციონირებს, ისინი უბრალოდ ანარეკლია იმისა, რაც მაშინ იყო და თვითონ ქართული ოცნების ერთ-ერთი ამოცანა იყო, რომ ეს წარმოებები შეგვექმნა და აგვემუშავებინა განსაკუთრებით ისეთი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა იქნებოდა და ასევე მოიმსახურებოდა იმ რეგიონს. ანუ ეს იქნებოდა მცირე გადამამუშავებელი საწარმოები, ეს იქნებოდა ისეთი კვების მრეწველობის, ეს იქნებოდა შესანახი და შესაფუთი და სამაცივრო მეურნეობები, რამე თუ მოგეხსენებათ, რომ აქ გარშემო არის საკმაოდ სოფლის მეურნეობა არის ძალიან განვითარებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სოფლის მეურნეობის პროდუქტები კარგად შევინახოთ, სწორად შევინახოთ და ის მაძლევს ახლა მე ძალიან დიდ იმედს იმისას, რომ უამრავი ინვესტორი მოდის ახლა გაგვიკვირდებათ, რომ აი არ გადის დღე, რომ 2-3 სერიოზული ინვესტორი არ მოვიდეს, რომლებთაც უნდათ რომ აქ რუსთავში სერიოზული წარმოებებით შექმნან. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვუდგებით ამ საკითხს და მოგეხსენებათ, რომ ყველა თითოეული მათგანის სურვილი უნდა გავითვალისწინოთ. ის პროექტი, რომელთაც მოდის ჩვენი ინვესტორი, ფაქტობრივად არის ამოცანა ჩვენი ხალხის წინაშე დასმული ამოცანა. მათ ჩვენ მოგეხსენებათ, რომ შექმნილი გვაქვს ასევე და ეხლა ჩამოყალიბების პროცესია ქვემო ქართლის განვითარების სააგენტო. ძალიან სწრაფად ვაპირებთ, რომ ეს სააგენტო პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდეს და ის პროექტები, რომელთაც მოდიან ჩვენი ინვესტორები, მათ გაუადვილოთ აქ საწარმოების შექმნა, გაუადვილოთ წინასწარი კვლევები და უკვე მზა ინფორმაცია მივაწოდოთ იმ პოტენციალის შესახებ, რომელიც ამ მხარეს გააჩნია. მე ყოველთვის მომხრე ვარ იმისა, რომ ამ მხარეში აქ ცხოვრობს უამრავი პროფესიონალი, ადამიანი, რომელიც ეს ხო ტექნიკური განათლების და ტექნიკური ადამიანების, მაგრამ ამასთანავე ჰუმანიტარული და ძალიან ნიჭიერი, ბევრი პოეტი გავიცანი, ბევრი ხელოვნების მუშაკი გავიცანი, რაც ჩამოვედი. ანუ ეს არის მხარე, სადაც პროფესიონალები ძალიან ბევრია და უნდა შევეცადოთ, რომ ყველა მათგანს შეუქმნათ ღირსეული პირობა იმისა, რომ შეძლონ თავიანთი გამოცდილება, თავიანთი ნიჭები, უნარები მაქსიმალურად დახარჯონ ისევ და გამოიყენონ აი ჩვენი მხარის ასაღორძინებლად და ბუნებრივია, რომ ეს იქნება ამ მცირე საწარმოების თუ სხვა სამრეწველო დაწესებულებების განვითარებისთვის. ბატონ პაატა, თქვენი როგორც რეგიონის ხელმძღვანელის უპირველესი ამოცანა რა არის? მე თითქმის ამაზე პასუხი უკვე გაგეცით, რომ ეს ძალიან მრავალმხრივია, მაგრამ მთავარი მომენტი ეს არის ხალხის მსახურება. ჩვენი ხალხის მსახურება. იცით, ადამიანებმა ჯერ ვერ ისწავლეს, რომ ჩვენ ისინი, ვინც დაგვიქირავეს, ასე ვთქვათ და გადავიქეცით იმ ადამიანებად, ვინც მათ უნდა გვერდით დაუდგეთ, კი არა, უბრალოდ მათი ამოცანები გადავჭრათ და გადავჭრათ უფრო კარგად, მათთან ერთად. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჩავრთოთ თავიანთ იმ პრობლემებისა და იმ საქმეების მოგვარებაში, რომელიც რეგიონის წინაშე დგას. აი ჩართულობის პროცესი. ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. ანუ აი ეს გუნდი, რომელიც მოვიდა დღეს ქვემო ქართლის გუბერნიის ადმინისტრაციაში, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ორიენტირებულები არიან ხალხზე. და თითოეული ის პრობლემა, რომელსაც აყენებს ჩვენი მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს, რა პროფესიით არ უნდა იყოს, ის ჩართულია ამაში, რომ ასევე ამ პრობლემის დაყენებასთან ერთად ისწავლოს ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზების დაყენება. ბატონ პაატა, რამდენად ხშირად ხვდებით მოსახლეობას და ადვილია თუ არა? იცით, რაც ჩამოვედი აქ შეხვედრაზე მოხვედრ რა? იცით, აბსოლუტურად ღია კარის დღე გამოვაცხადეთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ მუშაობას დილის 9 საათზე და ვამთავრებთ ღამის 2 საათზე. თანამშრომლები მეუბნებიან, რომ შეიძლება რომ დაუშვათ, რომელ დღესაც ვიწყებთ მუშაობას, იმავე დღეს დავამთავროთ, ზოგჯერ მაინცო და გვიწევს მეორე დღეს დამთავრება, იმიტომ რომ ჯერჯერობით ეს ადამიანების პრობლემები, რომელიც დგას აქ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ვცდილობთ, რომ ძალიან მალე დავიხმაროთ, ან მოსახლეობა უნდა დავიხმაროთ თვითონ თავიანთი პრობლემების გადაჭრაში. ხო გითხარით,
ამოცანების გარდა, რომელიც მათ კარგად არიციან, რომელიც უნდა იყოს, აი ვათავისებთ, ვაძლევთ გარკვეულ мотиваციას და თვითონ ერთობიან მე, იმიტომ რომ თვითონ კარგად იციან გაუმწვევი მიზეზები და თვითონვე გვთავაზობენ ხოლმე ძალიან ხშირად ის ადამიანები, თუ სწორედ აქვს აწყობილი მათთან ურთიერთობა, თვითონვე გვთავაზობენ თუ როგორ შეიძლება ამ თავიანთი პრობლემის მოგვარება და ძალიან მოხარული ვარ, როცა თვითონ მოდიან და თავიანთ პრობლემას თვითონვე გადაჭრიან ხოლმე ჩვენთან ერთად. ჩვენგან უბრალოდ მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდებით. ჩათვალეთ რომ შაბათ კვირასაც კი მაქვს მიღება და გვიანობამდე. თუ ვერ ხვდები დაუშვათ გუბერნიაში, თუ როცა ვარ გუბერნიაში ხვდები. დანარჩენი ხვდები ქუჩაში, დავდივარ ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ადამიანების თავშეყრის ადგილებში, დავდივარ სოფლებში, სახლებში, ყველგან მივდივარ, იმიტომ რომ ადამიანებს ჭირდებათ ახლა ძალიან მჭირდებით ადამიანებს. მეც ჩემი თანამშრომლებიც სულ ყველა მოტივირებულები არიან იმისთვის, რომ ადამიანებს შევხვდეთ, გქონდეს სწორი დამოკიდებულება მათ და მათთან ერთად გავიზარდოთ, მათთან ერთად მოვემზადოთ იმისთვის, რომ ხვალ შევქნათ ისეთი ქვეყანა, სადაც მართლა ინვესტიციის და ინვესტორის შემოსვლა, უცხოელის ჩამოსვლა თუ სტუმრის მოსვლა იქნება სიხარული. სიხარული შეხვდება ყველა. კარგით, ბატონ პატა, გაცემაში რეკლამის დროა, პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით დროებით. სტუდია 4 პირდაპირ ეთერში ბრუნდება, შეგახსენებთ ჩვენ გაცემის სტუმარს ქვემო ქართლის გუბერნატორს პაატა ხიზანაშვილს. ბატონ პაატა, მემორანდუმი, რომელიც თქვენ გააფორმეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რუსთავი ახალგაზრდობის ქალაქი. ამაზე რომ ვისაუბროთ. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც რეგიონშია, ეს არის ძალიან დიდი პოტენციალი. იმ 9 მილიონზე მეტი მოსახლიდან ძალიან ბევრი ახალგაზრდა ცხოვრობს ამ მხარეში, რომელთაც არ აქვს პირობა იმისთვის, რომ თავისი პოტენციალი გამოიყენოს. ძალიან ბევრი ნიჭიერ ადამიანს და ახალგაზრდას შევხვდი, განსაკუთრებით გამაკვირვა მათმა ინტელექტუალურმა შესაძლებლობებმა, მათ მსოფლმხედველობამ და სწორმა ორიენტაციამ და ფაქტობრივად ჩვენი საერთო თვალსაზრისი იყო, რომ როგორმე შევხედროდით, ერთად გვემუშავა იმ პრობლემატიკაზე, რომელიც დღესდღეობით რეგიონს აწუხებს და ეს შეხვედრა შედგა 35-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოიყარა თავი და ჩვენ გუწფელად გაუზიარეთ ერთმანეთს ის პრობლემები, რომელი პრობლემებიც რეგიონშია. ჩვენ დავსახეთ ასევე ამ ღონისძიებებში ჩართული იყო ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საერთოდაც ყველა ამ პრობლემებში, რომელი პრობლემაც არის რეგიონში, ძალიან აქტიურად გვეხმარება ჩვენი მთავრობა. თვითონ პრემიერ-მინისტრისა და მისი აპარატის გარდა ჩვენთან ჩართულია თითქმის ყველა სამინისტრო. უშუალოდ აი ეს დავგეგმეთ, რომ ჩვენ მოგეხსენებათ, რომ გვაქვს საკონსულტაციო საბჭო და საბჭოს ძირითადი მიმართულება იყო ის, რომ ჩვენ ერთად შევიკრიბე და ყველა რაიონის, ყველა ახალგაზრდის ძალისხმევა გაგვეერთიანებინა და ესე მივედით, ამ გზით მივედით მემორანდუმამდე. და დავსახეთ, რომ ფაქტობრივად ყოველ ორ კვირაში ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი შეხვედრა. არა, მაგრამ ეს შეხვედრა არ იქნება შეხვედრისათვის. ეს იქნება შეხვედრა კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად და დასაყენებლად. და მათ ვთხოვე, რომ მუდმივად ჩაატარონ მონიტორინგი ხელისუფლებაზე, მუდმივად იყვნენ კავშირში და ეს იყოს ორმხრივი მოძრაობა. ანუ ისინიც და ჩვენც მივდივართ საერთო მიზნისკენ და აღმოჩნდა, რომ მართლა ერთ და იგივე მიზანი გვაქვს. ანუ ის რაღაცა ჩასაფრებულობის მომენტი კი არ იყო, არამედ ეს იყო დამთხევა ამოცანების გადაწყვეტის ხედვისა, სწორი გზისა და ვფიქრობ, რომ სწორი მიმართულება ავირჩიეთ, რათა არა დავიწყოთ რაღაცა უყუსვლა და არა დავიწყოთ ერთმანეთის შენიშვნების მიცემა, არამედ ავირჩიოთ სწორი მიმართულება, დავსახოთ სწორად ამოცანები, პრობლემები, მათი გამომწვევი მიზეზები და წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ძალიან გაგვიადვილდება მაშინ აი ნებისმიერი პრობლემის, რომელიც რეგიონის წინაშე დგას, მათი გადაჭრა. კარგით, ბატონ პატა, მაყურებელი ყავს. დიახ, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. გამარჯობათ. საღამოშილობისა. ბატონო პატა, მაინტერესებს აი ეგრეთ წოდებული მიტაცებული მიწისნაკვეთების საკითხი. 1960 წლიდან რუსთავის აზოტის ტერიტორიასთან მეორე არხი რომ არის. იქ გაგვაჩნია 1960 წლიდან მიწისნაკვეთები. დიახ. ერთი 15 ოჯახი მაცხოვრებელი არის მუდმივად. სულ
ალბათ 45 მიწის ნაკვეთი იქნება. პატარა მიწის ნაკვეთები არის, რომელსაც ასე ვიყენებთ სამეურნეო ნაკვეთებად. თუ შეიძლება ან თქვენთან მობრძანება ან საერთოდ საკითხზე ხომ არ დაგვეხმარებით, რომ გავარკვიოთ რა მომავალი გვექნება ამ მიწის ნაკვეთების მიმართ. კარგი კითხვაა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ სწორედ მიწის პრობლემა ქვემო ქართლში ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონ მიწების აღრიცხვის პრობლემაა პირველ რიგში. უკვე მიმდინარეობს, წეგან აღნიშნე, რომ სამინისტროებთან ერთად და განსაკუთრებით ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, მის ხელმძღვანელობასთან ერთად მუდმივად ვართ ჩართული ამ პრობლემების მოგვარებაში. მიწების საკითხის მოგეხსენებათ, რომ საკანონმდებლო ბაზა ბოლოს შეიცვალა და ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობა იყო და ჩვენ შეხვდა საკონსულტაციო საბჭოს, ანუ ესწრებოდა ყველა გამგებელი და ყველა საკრებულოს ყველა თავმჯდომარე და უკვე რამდენიმე შეხვედრა შედგა, ასეთივე შეხვედრები ხდება სხვა სამინისტროებთან, ვინც არის დაკავშირებული ამ პრობლემებთან და ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიური მუშაობა ამ პრობლემების მოსაგვარებლად. იქ ძალიან მრავალმხრივი პრობლემაა ეს დაკავშირებული ასევე იუსტიციის სამინისტროსთან და ჩვენ ამ სამინისტროებს შორის აქტიური კომუნიკატორის როლს ვასრულებთ, რადგან მოსახლეობასა და მათ შორის. რაც შეეხება ბატონის საკითხს, კარგია რომ ესეთი მწვავე კითხვა დასვა და უკვე მეორედ მინდა აღვნიშნო, რომ მიღების საათები ჩვენ ესეთი დადგენილი კი გვაქვს მართალია, მაგრამ სინამდვილეში ფაქტობრივად არ არსებობს მიღების საათი. ნებისმიერ დროს თუ არ არის რაღაცა განსაკუთრებული მდგომარეობა, ყველა მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს და შეხვდეს ვისაც უნდა, გუბერნატორს, გუბერნატორის მოადგილეებს, სამი მოადგილე მზად არის მიიღოს ყოველ დღე და სხვა სამსახურის უფროსებს. ამ მიწებთან დაკავშირებით ჩვენ ამომწურავად ვმუშაობთ, ამომწურავი გვაქვს ინფორმაცია და არის რაღაცა დასახვეწი ნიუანსები, რომელზეც ეხლა მიმდინარეობს კიდე თანამშრომლების მოყვანა, სპეციალისტების აზრის კიდევ მოსმენა, რამე თუ მოგეხსენებათ, რომ იყო აქ თვითონ საკონსტიტუციო სასამართლო იყო ჩარეული ამ საკითხში და უახლოეს ხანში ეს ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უკვე თითქმის დალაგების პროცესშია, ანუ საკანონმდებლო ბაზა დალაგდა, ეხლა მიდის თვითონ აი პროცედურების დახვეწა და უახლოეს ხანში ეს საკითხები უნდა გადავჭრათ, იმიტომ რომ მიწა უნდა გქონდეს მოგეხსენებით ყველას, ვინცაც ეკუთვნის ეს მიწა, ვისაც მიწის დამუშავება უნდა, ვინც მიწასთან არის მიბული და მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენ მხარეში, ეს არის მიწის სწორი ექსპლუატაცია, მიწასთან სწორი დამოკიდებულება და მიწის სიყვარული. ამაში ჩვენ ყველას დავეხმარებით, ვისაც უნდა და ვინც ამუშავებს მას და ვისაც აქვს კონტაქტი მასთან, რამდენიც არ უნდა იყოს პრობლემა, ამ პრობლემებს ამ მიმართულებით ყველასთვის გადავჭერით იმ ადამიანების სასარგებლოდ, რომლებიც მზად არიან, რომ რაღაცა შექმნან. კარგით, ბატონ პატა, ჩემი შემდეგი კითხვა ასეთი იქნება, როგორ ფიქრობთ, მმართველმა გუნდმა შეძლო თუ არა მოსახლეობის ნდობის გამართლება? ესეც კარგი კითხვაა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ საზომი კრიტერიუმები, რომელიც არის და თვითონ ის მომენტი თუ როგორია და როგორი ის მეთოდიკები, რომელიც არსებობს ამ ნდობის ასე ვთქვათ, შესასწავლად, რამდენად სწორი მეთოდიკებია ძალიან რთული, ამიტომ ეს კითხვა უფრო ისეთი კითხვაა ალბათ ძალიან ზოგადი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამაზე რომ უპასუხოთ, ამისათვის საჭიროა, რომ დაკვირვებულები ვიყოთ. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ გარემოს, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ადამიანებს, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ იმ მშენებლობებსა და იმ პროექტებს, რომელი პროექტებიც გახორციელდა ამ წლებში და მე ძალიან მიხარია, რომ ყველა ქალაქში, ყველა ჩემ მხარეში, ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს ძალიან სერიოზული აქტივობა, ანუ მიმდინარეობს შენებლობა, მიმდინარეობს რაღაც ახლის შექმნა და უამრავი განცხადება შემოდის იმაზე, რომ ადამიანებმა შეძლონ კიდევ განახორციელონ თავიანთი პატარ-პატარა პროექტები. ანუ ადამიანებმა დაიწყეს აი თუნდაც ნდობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანებს აღარ ეშინიათ. ადამიანებმა დაიწყეს აქტივობები, დაიწყეს შექმნა, პროდუქციის შექმნა დაიწყეს. ანუ აქ თვითონ მოხდა ტრანსფორმაცია და შეიცვალა, მე ვიტყოდი, რომ შეიცვალა დამოკიდებულება და ორიენტაცია და ხასიათი თვითონ საზოგადოების, რამე თუ
იმ პერიოდში, აი ძველ პერიოდს ვამბობ, მაინც უფრო ორიენტაცია შეშინებული ადამიანისა იყო და შეშინებული ადამიანები ვერაფერს ვერ ქმნიან. შეშინებულ ადამიანებს ძალიან უჭირთ, იმიტომ რომ შეშინებული ადამიანები გადაწყვეტილებას ვერ იღებენ და ეს გათავისუფლება, ის პროცესები, რომელიც მიდის, ეს უადვილებს, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა ადვილად მიიღონ გადაწყვეტილება და როგორც კი პიროვნებაში იღვიძებს ეს თავისუფლების წყურვილი, როცა როგორც კი ადამიანში იღვიძებს სწორი ორიენტაცია და თავისუფლება, მაშინვე იქვე გვერდში იწყება აღშენებლობის პროცესი. ანუ ეს სინდრომი ხელს უწყობს ძალიან აღშენებლობას და თავისთავად ვფიქრობ, რომ ამ კითხვას ესე უნდა უპასუხოთ. იცით, ჩვენ უნდა ვნახოთ ჩვენი ნამოქმედარი. თუ რა გავაკეთეთ 2014 წელს, რა გავაკეთეთ იმ მიმართულებით, რამდენი შენობა, რამდენი გზა გავარემონტეთ. იცით, მე საუბრობ ხოლმე განსაკუთრებით ახლა ჩემ მანისის რაიონთან, თეთრწყაროს რაიონთან, წალკასთან, რომლებიც არიან ისეთი უფრო შორს აქედან ცენტრიდან შორს რაიონი მაგათ ხელმძღვანელებთან და ისინი მეუბნებიან, რომ მოდიან მოქალაქეები და ამბობენ, რომ არასჯერად რო არ დადიოდნენ იმ გზებზე, რომელიც გარემონტდა. არასჯერად რო არ ნახონ ის შენობები, გარემონტებული ადგილები. ვერ დაიჯერებდნენ მაშინ, მაგრამ ის რეალობა არის ძალიან სასიამოვნო. რეალობა არის ის, რომ წყალმომარაგების და ასევე დასვენების ობიექტები ძალიან სერიოზული რემონტები ჩაუტარდათ. მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ 2014 წელს 25 მილიონზე მეტი იყო დაბანდებული ამ რეგიონში, ამ პროექტებში თლიანად და ეხლა ამ სადღაც 40 მილიონამდე იქნება 2015 წელს განხორციელებული. წარმოიდგინეთ, რომ ეს რეალური წინსვლაა. თუმცა ეს მე მოგახსენეთ ის, რასაც ახორციელებს დაუშვათ. ბატონ პატა, ამ პროექტებს შეეხეთ და მინდა გკითხოთ, სულ ცოტა ხნის წინ ხელმოეწერა რამდენიმე მილიონიან პროექტს, რომელიც ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტს რამდენიმე სოფელს, ანუ უგვარდება წლების განმავლობაში არსებული პრობლემა. რა პროექტია საუბარი და როდის დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები? დიახ, უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოიწონა ეს პროექტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რამე თუ მოგესალმებათ, რომ 65,000 მოსახლე, რომელიც ცხოვრობს, ეს ჩვენი ყველაზე უფრო დიდი სოფლებია გარდაბნის რაიონში და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მათი წყალმომარაგება, ეს არასდროს არ გადაწყვეტილა და აი ეხლა ჩვენმა სამინისტროებმა დადებითი დასკვნა დადეს ამ პროექტზე და პრემიერ-მინისტრმაც კონტროლზე აიყვანა ეს პროექტი, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო ამ სოფლებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, რომ შეუძლებელია, რომ ერთმა პატარა რაიონმა განახორციელოს ასეთი დიდი პროექტი და როდესაც ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრია ჩართული აი ესეთ მნიშვნელოვან პროექტების განხორციელებაში, ჩვენთვის არ არსებობს ესეთი პრობლემა, რომელსაც ვერ გადავჭრით. და ასეთი პროექტები რამდენიმეა, ასეთი პროექტები ხორციელდება თეთრწყაროში, ასეთი პროექტები ხორციელდება მარნეულსა და ბოლნისში. და ვფიქრობ, რომ ეს თითქმის ყველა პროექტი არის როგორი შესწავლილია, არის შესწავლილია მათი ეკოლოგიური მხარე. ყველა მხრივ არის ესენი დაწონილი და ვფიქრობ, რომ ჩვენი მხარე უნდა ვაქციოთ მართლა სანიმუშო მხარეთ, რომელიც ასე ვთქვათ, ბიძგს მიცემს მთელი ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და განვითარების, სწორი განვითარების მიმართულებას. კარგი, ბატონ პატა, სანამ საუბარს გავაგრძელოთ, მოდი ვნახოთ ხალხის გამოკითხვა, ალბათ ძალიან საინტერესოა, რა კითხვები აქვთ მოსწავლეებს თქვენთან. სიამოვნებით. ძალიან მაინტერესებს, რასაკეთებს ან მთავრობა, ან გუბერნატორი მოსახლეობის დასასაქმებლად. ეს არის აქტუალური საკითხი ყველა რუსთაველის. ვასაბირებთ სოციალური ფონის გაასაუმჯობესებლად. აუცილებლად შევეკითხები ჩვენს ქუჩებს ეშველება რამე ოდესმე. მაინტერესებს თუ აქვს მთავრობას რამე ისეთი გადაწყვეტილება, რომ კინოთეატრი აღდგება, იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდის ის არის ეს პრობლემა არის, რომ უნდა თეატრი აღდგეს, კინოთეატრი აღდგეს, ვინაიდან მათ ხშირად უწევთ ხოლმე წასვლა თბილისში. როდის დაიწყება მასშტაბური გამწვანების აქციები, როგორც ჩვენი ქალაქის, ასევე მთელი რეგიონის მასშტაბი? გაუმჯობესდება თუ არა სოციალური ფონი რუსთავში?
პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. გამწვანება, დასაქმება, სოციალური ფონის გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურა. ბატონ პატა, პრობლემები, რომელიც რუსთაველებს აწუხებთ, რას უპასუხებდით? რა თქმა უნდა, პრობლემები ბევრად მეტია, მაგრამ განსაკუთრებით აი ახლა იყო ლაპარაკი დასაქმების პრობლემაზე. ამ პრობლემის ღრმა შესწავლა დავიწყეთ. იცით, ყოველ დღე ჩვენ ვართ ჩართული ადამიანების და პროფესიონალების ძებნაში. პირადად მეც ამ შეხვედრის დროს უამრავ ადამიანს, რომელიც არ მოდის იმ მიზნით, რომ დაუშვათ დასაქმების პრობლემით არ მოდის, მაგრამ სხვა მიზნით მოდის და ჩვენ თუ კი შევამჩნიეთ, რომ ეს ადამიანი პროფესიონალია, ის გვჭირდება და ის ჭირდება ქვეყანას, მისი პროფესია ჭირდება ქვეყანას, ჩვენ ვთხოვთ, რომ მან მოიტანოს თავისი რეზიუმე, მოიტანოს და ჩვენ მთელი ჯგუფი ვსწავლობთ ერთად. შეიძლება ახლა ჯერ თლათ ისეთ დონეზე არ აგვაქვს. მე ვიცი რომ უახლოეს ხანში ჩვენ გვექნება რაღაც გარკვეული ბაზაც ელექტრონული ბაზა დიახ, იმიტომ რომ ჩვენთვის ყველაზე უფრო ის არის ცნობილია ის მომენტი თუ სად გვიჭირს, რომელი პროფესიები, როგორი სპეციალისტები გვჭირდება და აი ამ პროცესში მოდის უამრავი ადამიანი, რომლებიც გვჭირდება ქვეყანას, მაგრამ ისინი ისეთი თამდაბლები არიან, ისეთი უბრალონი არიან. მართალი ნამდვილი პროფესიონალები არ მოდიან და არ გთხოვენ და არ მოდიან ისეთ პირდაპირ იმაზე, ისინი რაღაც მოკრძალებული ხალხია და ჩვენ ამათ ესეთი ადამიანები ძალიან გვჭირდება, იმიტომ რომ მოგესწრება პროფესიონალი კადრები ეს რატომ აღნიშნავთ ასე? იცით, ჭეშმარიტად უნდა გითხრათ, რომ ახლა აი ჩვენი გუბერნიის ჩემ პირველ მოადგილე ბატონი კახა გუგეშაშვილი ჩართული არის ამ პროცესში, ჩართულია მერის იმ კომისიის ხელმძღვანელია ერთ-ერთი, რომელიც გასაუბრებებზე, ახლა იმ ადამიანმა, ვინც კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და გასაუბრების პროცესში ყოველ საღამოს ვთხოვ, რომ ხო არ აღმოაჩინა ვინმე ისეთი ადამიანი, რომელიც აქტიურად უნდა დავასაქმოთ. მნიშვნელობა არ აქვს ის ადამიანი, რომელი უნივერსიტეტი დაამთავრა, თავარია რომ არის პროფესიონალი, ნიჭიერი, მოტივირებული და კარგად იცის ის ამოცანა, რომელიც დგას ამა თუ იმ დარგის და ამა თუ იმ მმართველების წინაშე და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ადამიანებს პოულობთ. ჩვენ ეს ადამიანები, ასე ვთქვათ, ძალიან მალე ეს ადამიანები, ეს ადამიანები, უბრალოდ ის სამსახურები პოულობენ ამ ადამიანებს. ანუ ესენი კი არ ეძებენ, ისინი კი რაღაცა დაუშვათ, სხვა მიმართულებით შეიძლება ცდილობდნენ გამოიყენებინათ თავიანთი გამოცდილება და თავიანთი ნიჭუნარები, მაგრამ თვითონ სამსახური პოულობს ამათ. ანუ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ ისეთი ხალხი, რომლებიც ქვეყანას დღეს ძალიან ჭირდება. იცით, რო გითხრათ, რომ ძალიან ბევრია ესეთი ადამიანი, ვერ მოგატყუებთ, მაგრამ არიან ესეთი ადამიანები, მაგრამ ძალიან ცოტა. და ამიტომ ვფიქრობ, რომ აი არასამთავრობოებთან ერთად მუშაობის პროცესში გადავწყვიტეთ, რომ აქ ჩვენ სპეციალური ტრეინინგ ცენტრიც ავამუშაოთ, სადაც ჩვენ, ასე ვთქვათ, რაღაცა გარკვეული მიმართულების ადამიანებს გადავამზადებთ. და შევქმნით რაღაცა პროფესიონალებს, მოგესალმებათ, რომ აქ რამდენიმე სასწავლებელი არის ისეთი, სადაც ბაზა არსებობს ამისი და ჩვენ უნდა გქონდეს კარგი ბაზა. ანუ ბაზა უნდა გქონდეს ამ დასაქმებისა, იმ ადამიანების სწორად უნდა გქონდეს ეს ადამიანები შესწავლილი, შერჩეული, დატრენინგებული და მე შეიძლება უკვე ამ ადამიანების ამა თუ იმ სფეროში სწორად გამოყენება, რათა გქონდეთ მათ განვითარების პერსპექტივა. თავარი კი არ არის ის, რომ მათ შეასრულონ რაღაცა გარკვეული ჭანჭიკის როლი. ეს ადამიანები უნდა გაიზარდონ და ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი ამოცანა შეიძლება ჩვენ ფუნქციაში არ შემოდის, მაგრამ მაინც ვცდილობთ, რომ ამაში ჩვენი გარკვეული წვლილი შევიტანოთ კიდეც. კარგი. კადრებზე საუბრობდით ბატონ პატა და საინტერესოა სამხარეო ადმინისტრაციაში თუ განხორციელდა საკადრო ცვლილებები და როგორც ცნობილია, მოადგილეები შეიცვალნენ. არა, ერთი მოადგილე ყავდა ბატონი რამინ ისმაილოვი, რომელიც ასევე დარჩა და აგრძელებს მუშაობას. ის საკმაოდ ძალიან სერიოზული პროფესიონალია. ასე მხოლოდ ორი მოადგილე დაემატა, ესე იგი ვაკანტური იყო ორი მოადგილე, ბატონი გიგი პაპუაშვილი და ბატონი კახაბერ გუგეშაშვილი დაემატნენ. რა ნიშნით შეერჩეთ ბატონ პატაკ? იცით, პირველ რიგში ეს იყო პროფესიონალიზმი. და დღეს მოქალაქეები, რომლებიც მოდიან, სწორედ მადლობას მიხდიან იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ მიმართულებაზე არიან, შეხვედრების შემდეგ
წუნდებიან რომ ამომრწურავ პასუხს იღებენ. არ გამოდის ადამიანი მოსული ჩვენგან ისეთი, რომელიც არ იღებს მიმართულებას, არ იღებს სწორ შეფასებას, არ იღებს აი გზაზე დაყენებას. და ეს მათი პროფესიონალიზმიდან გამომდინარეა. მაგრამ მაგის გარდა, პროფესიონალიზმის გარდა ამ ადამიანის სოფხედულობას აქვს ძალიან მნიშვნელობა. ეს ორივე ადამიანი, უბრალოდ სამივე ადამიანი არის ორიენტირებული, სწორად ორიენტირებულები არიან და იციან რა არის სამშობლოს სიყვარული. იციან როგორ უნდა ემსახურონ თავის ერს და სხვა აბსოლუტურად სხვა რაღაცა ორიენტირი არ გააჩნიათ. ანუ ქვეყნის სიყვარული, ქვეყნის სამსახურია პირველი мотиваცია, რომელსაც ესენი ადამიანები შეირჩნენ და პლუს ამას როცა პროფესიონალიზმი ემატება და ის უნარჩვევები, ის ნიჭები და უნარები, რომელიც მათ გააჩნიათ, ჩათვალეთ რომ არავითარი პრობლემა არ არის. ასევე სხვა რეალურად სამსახურში ცვლილება არ განხორციელებულა, რამდენიმე თანამშრომელი შეიცვალა, ანუ გადავიდნენ სხვა სამსახურში და ჯერჯერობით ჩვენც უკვე აქვს რამდენიმე ვაკანტური ადგილი, ვეძებთ ჩვენ ისეთ კადრებს, რომლებიც კონკრეტულად აი ამ სფეროში გამოადგენენ გუბერნიის ადმინისტრაციას და რომელთაც ექნებათ ძალიან სერიოზული мотиваცია, რომ ემსახურონ აი ამ რთულ ექსტრემალურ პირობებში, რომელშიც ჩვენ მუშაობთ დღეს, ემსახურონ ჩვენ ქვეყანას. ბატონო პაატა, უახლოეს გეგმებზე საუბრი დავასრულოთ. მოდი დღევანდელი ჩვენი გადაცემა რას ეტყვით ქვემოქართლის მოსახლეობას? ჩემო თანამემამულენო, პირველ რიგში დიდი მადლობა იმ თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, რომელსაც მე თქვენგან გრძნობ. დიდი მადლობა იმისთვის, იმ ნდობისთვის, რომელსაც თქვენ მოდიხართ და ყოველდღიურად მაგზნობინებთ იმ თბილი სიტყვებისთვის, იმ ფიქრისთვის, სწორი ფიქრისთვის. დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ გარეშე შეუძლებელია რომ ჩვენ დღეს ის ამოცანები გადავჭროთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა. ქვეყნის გამთლიანებას ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას ჭირდება ძლიერი რაიონები, ძლიერი რეგიონი, ძლიერი ქვემოქართლი და სხვა რეგიონები და შემდეგ აი ძლიერი რეგიონები შექმნიან სწორედ იმ დიდ მთლიან ქვეყანას, რომელიც ასეთ მნიშვნელოვანია, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი წინაპრების ნაფიქრალის განხორციელება იქნება და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, იმიტომ რომ ჩვენ წინაპრებმა შეძლეს რომ მოიტანათ ესეთი ძლიერი ქვეყანა და რადგან მათ შეძლეს, ვფიქრობ, რომ ჩვენც არა ვართ ის ადამიანები, რომელიც თქვენთან ერთად ვერ შევძლებთ რომ განვახორციელოთ ეს დიდი მისია და ამოცანა, რომელიც ჩვენ ქვეყანას აი ახლა ამ რთულ ექსტრემალურ პირობებში დაუდგა და ვფიქრობ, რომ უფალი ჩვენთან არის, ჩვენ კიდევ ვიქნებით თქვენთან და თქვენი მხარდაჭერით იმედი გვაქვს, დიდი იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის, ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრას და თქვენ თუ დაგვეხმარებით და ჩვენთან ერთად იქნებით, მაშინ სულ მალე ნახავთ ჩვენ აღორძინებულ ქვეყანას, საქართველოს, რომელიც იქნება ყველა უცხოელისთვის, ყველა ადამიანისთვის სასურველი სტუმრობისთვის და განვითარდება ყველა ეს მიმართულება, რომელიც დასახული გვაქვს. ჩვენი გეგმით. კარგი, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ დიდი მადლობა. სწორია, საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ ბატონ პატა. დიდი მადლობა, კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენთან. კეთილი იყოს და წარმატებულ დღეს გისურვებთ, წარმატებულ ტელევიზიას გისურვებთ და ჩემ ქვეყანას და ჩემ ხალხს უსურვებ კიდე დიდ წარმატებას. დიდი მადლობა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ქვემოქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი. სტუდია 4 ზუსტად 1 კვირით გემშვიდობებათ. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.